ყველაზე დიდ შეცდომას ზუსტად მაშინ უშვებენ. არასწორი დაგეგმარებით ორმაგი და სამმაგი ხარჯი გამოდის. აი რა პროცესში არის საჭირო ინტერიერის დიზაინერის ჩართულობა? დაწყისი ეტაპიდან ყველაზე სწორია. პროექტსაც აკეთებდა ინტერიერსაც, ანუ ერთად კერძო სახლზე მაქვს ან შენობაზე ლაპარაკი, იქ უკვე ინტერიერის დიზაინის რაღაც 50% შენ უკვე ნაფიქრი გაქვს. თავარი არის, ანუ პირველი ალბათ შეცდომა რო არ დაუშვან, კედლები რო არის აშენებული თავიდან სანამ აი სანკვაძები და ელექტროწერტილები განაწილდება, აი ეგ არის ყველაზე მთავარი და თუმცა აქაც მაინც გქონიათ შემთხვევები, რომ რაღაცა ის გამოგისწორებიათ. ესეთი შემთხვევა მაქვს კი, რა თქმა უნდა. ეხლა უკვე ძირითადად თავიდან იწყებენ, იმიტომ რომ ალბათ ბევრს ქონდა პირველი სახლის შემთხვევაზე ეგეთი და უკვე გამოსწორებულ მეორეს უკვე აკეთებენ. გეგმის მიხედვით, რაში არის გამოყოფილი კონკრეტულად თანხა და ის თანხა სწორად უნდა იყოს მიმართული. ჟირი მომენტები ყოფილა ისეთი, რომ არასწორი დაგეგმარებით, მე თავიდან იყო ყველაფერი შესაძლებელი და ორმაგი და სამმაგი ხარჯი გამოდის საერთო ჯამში და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ინტერიერის დიზაინერის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი არის.